სალამი. ეს ჩვენ ვართ ეხოს ოსირონი. ეს კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა. ვიწრო, ბახური და ციცაბო. შეგვიძლია ასე გვეჩვენებინა, მაგრამ არა, აქ საშიში არაფერია. გზად თითქმის არ არის ადგილი, სადაც ორი მანქანა გვერდს ვერ აუვლის. ყურადღება კი სადაც არ უნდა მართავდე ავტომობილს ყველგან აუცილებელია. როგორც მივხვდით, აუცილებლად ბოლომდე საყურებელი ამბავია, რადგან დღევანდელი ვიდეოს მთავარ როლში ულამაზესი თუშე. ეს ულამაზესი ადგილია აბანოს უღელტეხილი. კაცრია, მაგრამ არც ისე საშიში, როგორც მნახველს აფორიებს. სიმაღლეს მისდევიდან 2826 მეტრი. აუცილებლად უნდა შეჩერდეთ უღელტეხილის უმაღლეს წერტილი. დატკბეთ ულამაზესი ხედებით და დაჯისპერებით. გადავხედოთ აბანოს ხერს, ხო? გამარჯობა. თქვენი არც თუ ისე პატარა პაუზის შემდეგ ბრუნდებით, მოკლედ, ერთი მორიგი გასვლით. სეზონური გამოსვლა გვაქვს, ხო, თუშეთში? კი. ეჭათვალე ივლისშია აქ გაზაფხული რა. კი. ზაფხული კი არ არის, ივლისში ჩვენ იწყებს შარშან აგვისტოში ვიყავით და კაი სეზონი იყო. ეხლა ცოტა ივლისში უფრო გადახასხასებულია შედარებით რა აქ ალბათ. და ცოტა სიგრილე არის, ვერ ვიტყვით რომ როგორც გვაცვია ისეთი ამინდია ტემპერატურა არის. არა, ისე ცივი არის ნამდვილად. შეეფერება ნამდვილად. ნუ 2820 მეტრია თუ სწორად მახსოვს. დაახლოებით. არა, 2826 იყო უკან. ვიწყობებ შეთანხმებით და ისე ინა. ის მინდა რომ აღვნიშნო, რომ მითი ყოფილა, აი რაღაც თუშეთის გზა რაღაც სასწაულად საშიში გზაა და სოფლიოს ათეულში როა შეყვანილი არ ამოდით ყველა თუშეთში. ჯერჯერობით რაც ნახეთ, ლამაზია. ძალიან ნორმალური იყო, კი. იქეთ კიდე უფრო ლამაზი სანახაობა გველოდება დარწმუნებული ვარ. და ვთქვათ, რომ მომდევნო 3 დღე იქნებით აქ, გადავიღებთ და განახებთ ძალიან ლამაზ კადრებს. ყოველ შემთხვევაში შევეცდებით. ეკოს ობზე როუდი მოგზაურებს 3 დღის განმავლობაში თუშეთში. ხო, და რა უნდა ქნან? როგორც უნდა გამოგვიწერონ, თუ უნდა არ გამოგვიწერონ. გამოგვიწერეთ როგორ. მოიცა, გონიათ რა ის არის, რა ქვია. მე და ირაკლი წამოვედით. ესეც არის. დათომუშაობს უკვე სხვა კადრებზე, გავიყავით. დავით ორი ვარიანტია. დრონი და კამერა. ის ძიმი артиლერია, დავიდა. ხო. ის ძიმი артиლერია. ტრა. დუბლი ორი კადრი 57. დავითი ძიმი артиლერიით უკვე შეუვარდა გადაღებას და დრონი ყავს აფრენელი, რომ უკეთესი კადრები შემოგთავაზოს, რომ უფრო მეტად ყურებადი იყოს ეკოს ობზე როუდის კადრები. ახლა ცოტა ხნით შესვენებას ვაკეთებთ აბანოს უღელტეხილზე და დავუშვებით 1-5 წუთში უკვე ქვემოთ. გამოიწერეთ არხი. პატარა შესვენების შემდეგ უღელტეხილიდან სასიამოვნო დამახორიაქებელი მოლოდინით გადავეშვით. რადგან ჩემთვის განსაკუთრებული ესთეტიკა აქვს თუშეთის იმ დარჩენილი გასავლელი გზის ეკოს, რომლის ამოძახილით სულ მიჩენს სურვილს დაუბრუნდე ამ არც ისე შორ, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივ და დამღლელ გზაზე.
ჩემთვის ამ გზის საუკეთესო მონაკვეთი ის პატარა უღელტეხილია, აბანოდან ომალომდე. იცი რომ უკვე სადღაც ახლოს ხარ. ირგვლივ აზიდული უზარმაზარი მთები. მთებზე შეფენილი ულამაზესი სოფლები. ახვალ გაივაკებ და სულ სხვა გარემოში ხვდები. ერთ მხარეს ხასხასამწვანეველები, მეორე მხარეს ტყე, მთის წვერზე თოვლი და ულამაზესი კესელოს ციხე. რადგან ირაკლიმ დაიჩემა ჩემი ახალი მანქანით წავიდეთო, მთელი წინა ღამე მანქანის დარჩენილი დეტალების აწმობაში გავათებთ, რომლის ჩამოყვანის ვიდეოც დასამონტაჟებელი აქვს და ირაკლი ამ ვიდეოდან გაიგებს, რომ მეზარე არ ვამონტაჟებ. ხანგრძლივ მაგზამ კიდევ უფრო დაგვალა. შესაბამისად, კესელოს მონახულების შემდეგ შევთანხმდით, რომ დასვენების დრო იყო. სოფელ ჭეშოში დაუბრუნდით, სასტუმრო პირიქითში, სადაც ქვით ნაშენები ნამდვილი თუშურის სახლი. უდრო გარემო და შესანიშნავი მასპინძელი დაგვდა. ხიარული, მეგობრული, მადლობ თამარ. ესე იგი მეორე მშვიდობიანი დაგაფენდა თუშეთში. ძალიან დიდი გზის მერე მშვენივრად დავისვენეთ სოფელ ჭეშოში, ჩვენ სასტუმროში, სადაც ძალიან კარგი ბუნება არის და კარგი პირობები. ძალიან ლამაზია ზოგადად ქალობა. ვერ დაგეთანხმებით თქო ვერ გეტყვი. ახლა მოვიდით ფარსმაში, თვითონ სოფელი ძალიან ლამაზია. ძალიან ძველია. კი, ძალიან ძველია. და არც არის თითქმის დაწყებული რაღაცა მოსახლეობის ხო, აშენება. ერთი-ორი მოსახლე დავინახეთ ცოტა შორს. სასაფლაოზე ვართ. არის რაღაც ძველი სასაფლაო ძველი სასაფლაოებია. და ორი, ერთი კოშკია, ვიდეოში ნახავთ. და პატარა სალოცავია, მაგრამ უბრალოდ ერთი უცნაურობა რაც არის, ეგ არის რომ კარი არ აქვს. პატარა გარედან პატარა ფანჯრები აქვს და კარი არ აქვს. თალების შესვლა არ შეიძლება იმ სასაფლაოს ტერიტორიაზე და უშუალოდ ეს სალოცავი სადაც არის. მე არ ყოფილვარ თვითონ მოყოლილი თიცის ამანაც. გზას რაც შეეხება რა. დაბლა ხეობიდან რომ თვითონ სოფელ ფარსმაში ამოდიხარ არის ძალიან რთული გზა. რთული არა, სულის სულკა გეკრება ეგეთია. ხო, ანუ რაღაცა ძალიან რო ამბობენ, აი თავიდანაც ხო აღნიშნეთ, რომ ვიყავით აბანოს უღელტეხილზე, მითებია რომ ეს ძალიან ცუდი გზა არის და რაღაცა თუშეთზე და ეგეთი გზა არ ყოფილა ხალხო. ეს მითი მართლა არ არის. ეს ადგილი რომ ანუ განაც ცოტა არ რთული მოსასვლელია, უბრალოდ ისეთია რომ დაბლა გადახედვა არ გინდა, ძალიან ახლოს მიდიხარ მაგ ადგილას და ძალიან ცუდია. მაგრამ ამოვედით მშვიდობით, მანქანა არ შევხვედრია. აქ ერთადერთ მანქანას ვხედავ მთელ სოფელში. არა, ესეც სავარაუდოდ მოსახლეობის დავინახეთ, ზეგან იმის არის.
ფარსმადან სოფელ გირევისკენ დავიწერეთ. წყალი იმაზე ღრმა აღმოჩნდა ვიდრე ველობით. ირაკლის ნომრის დაკარგვის ფოთო მოეძალა. მანქანა გააჩერა და გადაამოწმა. ცრუ განგაშით დამშვიდებულებმა მშვიდად გავაგრძელეთ გზა. მანქანაზე დადებით ისმეც ვერაფერს ვიტყვი. კარგი მანქანაა, 175 ცხენის ძალა აქვს. უნდა გაგიყიდო, ჩემზე მეტად ეს გიყვარს შენ. ბოდიში 2 ცხენი გაგვეცა. ეს გირევია. მთელი თავისი დიდებულებით, საძოვრებით, ცხენებით, კოშკებით. ულამაზესია. უკან დაბრუნებისას მანქანიდან ჩამოსვეს. ბრუტალური კადრი მომდა ბიჭს. არ იცოდა რომ მთელი ბრუტალურობა ჯერ კიდევ წინ იყო. ალბათ თქვენც გამოხჩათ ეს ამბავი. ჩაყვინთონდე ნომერი ადგილზეა. ამოყვინთისას კი ავიდნენ ბიჭები, ნომერი დავკარგეთ მანქანის, ირაკლის ახალი მანქანა ყავს და უნდა განაბაჯოთ და ეს განაბაჯების ნომრები დავკარგეთ, წინა ნომერი. ამ წყალში გამოვიარეთ და სამწუხაროდ გავიტაცა წყალმა. ეს უკვე იმ იმედით გავტოყერო ნომერს ღრმაში. იქვე დაძირავდა, სადაც მოგვაძრო. ასე აგიხდეთ ყველა. მაგრამ ისეთი ყინულივით იყო წყალი, რომ სიხარული ვერც კი ვიბრძენი, სანამ არ ამოვედი. ეს ნომერი არ მიიღო, უნდა ფოთი ჩადები. ეგარი ვიპოვეთ. ნომრის პონით გახარებულები სოფელ დართლოსკენ გავემართეთ ტრადიციული კერძების გასასინჯად. გადავწყვეტეთ თუშური კერძები გავსინჯოთ. ხინკალი გვაქვს, ხავიცი გვაქვს, გორდულა და კოტორი. წყალი და პური. თუშურები რაც გითხრეს ეს არის. გამიშინჯი ერთი ხინკალი გამიშინჯი. კაია. ხო გემოს. ამასაც ხელი წონია. ოკეი, ხინკალი. იტნა ამასაც. არა, კონდარი. კონდრის გემო ესა? კონდარა. ხო. დონარა და იდას ხილაც ვეჯობია, მაგრამ არც ისაა ცუდ. თქვენ დონარა და იდას ხინკალი გაგისინჯოთ? ხინკალი გერგეტული. ხინკალი გერგეტული. გვეწვეთ ყაზბეგში. ჩვენი ერთ-ერთი ნამდვილი სპონსორი. ჩვენი ოჯახის სპონსორი. აბა კოტორი რა შუბა. სამგემრიელია.
ამორთა გაიგეს, მაგრამ ვახში სხვა. ეს თავისპირი მზეში გამოვიარეთ ტრადიციული კერძების საჭმელად და მართალია ფული გადავიხადეთ არ გვასპონსორებენ, იმიტომ რომ 216 ბაკაცმა იცის მარტო ინფლუენსერები. ეს ხალხი არ არის 216 კაცში, მაგრამ ძალიან გემრიელია ყველაფერი ჯერჯერობით რაც ყავს იმჭით. ეს რა არის, რა ქვია? ხავიძე. მოგონი ეს ამას ერთად მოვჭამოთ? ჰმ? ამასთან ერთად მოვჭამოთ. ვითომ? შეშული პურია. მოდიმე გორდულა და ხო კაი გოსინჯო. როგორც გიტყვეს ხელით უნდა გატეხოთ და მაგიტო გავტეხე ხელით. გორდულა უბრალოდ მოხარშული ცომია რა. იმენა არაფერს გემოვიდა. თუშეთში რო ჩამოხვალ კი იღებს გასინჯვა, მაგრამ მეორე დამას არ შეუგეთო რა. არა, ფენკალი ნახდა ძალიან გემრიელი იყო, კოტორი ნახდა ძალიან გემრიელი იყო. ისინი უბრალოდ ალბათ მუღამი უნდა თავის. ანუ რა არის, ძალიან გლეხური საჭმელი არის რა ეს. ხო, თვითონაც ხო გვითხრეს რომ მეცხოვრების საჭმელია ვიდეოში. უნდა გაგვესინჯა. იმათვის მარტივი მოსამზადებელია რა და ანაყრებს რა. ანუ ხო, ძალიან დაანაყრებს რა, პური დაანაყრებს, ის ცხიმიანი არის დაანაყრებს. დიდი მადლობა პირიმზეს. ამ ვიდეოს რო ნახავთ, შემდეგ ჩამოსვლაზე რომ მოვალთ და გეტყვით რომ ხშირად ხო, აი ესე ერთ დროს დაგარეკლამეთ. მასპინძელო წყალი წყურიაო, რა ვიცით. ჭიქა წყალი მაინც მოგვიტანეთ ცივი წყალი. კიდე შევხვდით ძალიან თუშური და ლამაზი გარემო, ხო? აჭა მომიყავს. ძალიან უი უი. რა საფრთხეა. წიძალა მოხდეთ. დანაყრებულები და ბედნიერები სოფელ ყვავლოს ვესტუმრეთ. მოკლედ, ყვავლოში ამოვედით მანქანით. ბოლოში გვხვდება პატარა ხის ჭიშკარევით, ეს ჭიშკარი გავაღეთ. შემოვედით სოფელში ჩვეულებრივად. ბოლო წერტილში ცოტა ისეთი დიდი სივრცე არის, სადაც შეგიძლიათ რომ მანქანა დაატრიალოთ. და გზას ვაგრძელებთ ბილიკით, საფეხმავლო ბილიკი არის. აი თქო, დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. ნახოთ, პატარა მდინარეც უნდა გადავიაროთ. კიდევ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ბექონდარი შეგხვდებათ. გზა და აუცილებლად მოკრიფეთ და შეგიძლიათ ჩაიშიც გამოიყენოთ. და შეგიძლიათ ესე სანერებლადაც აი ესე გამოიყურება. ეს პატარა ბუჩქია, მაგრამ ისაც განახებთ, რომ კარგად ავიქხვათ. ველურია და ხინკავს ხდება ძალიან. იმხელა მდინარეში გახვედია. ამ ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით სოფელ ყვავლოში შემოვედით. ჩვენი მოგზაურობის მეორე დღეს დღევანდელ დღეს ვასრულებთ ყვავლოთი. საფეხმავლო ბილიკით მოვედით, მანამდე მოვედით მანქანით და მე გზა გავაგრძელეთ საფეხმავლო ბილიკით.
არ არის რამე რთული გზა. ლამაზი ადგილი არის. კიდევ მეტად გაგაოცოთ ეს ადგილი. ძალიან დიდი სივრცე როა. ამ ხელა მთები, აი ძალიან ლამაზია რამე რა. ანუ ის ხელა აშოტილი ხეები, ჩათვალე ბუჩქებივით არის ამ ხელა. აქედან კი. ამ ხელა მთებზეა ბუჩქებივით რა. ძალიან ლამაზი ადგილია. მოსახლეობაც რაღაცა ისე არის. კლდეში ცხოვრობენ რა. ხო, აქ არის ორი ადგილი. ანუ რო ამოხვალს თავარი გზიდან ხელმარ ჯგნივარის გორა, სადაც ქალები არ დავიშვებით და ასევე ხელმარცხნივ ნიშანი არის. იქაც ქალები არ დავიშვებით. ეს ადგილი ხა რეალურად რო ვთქვათ არის დართლოს თავზე. დართლოს გადმოყურებს ზემოთ და დართლოზე ანუ იმ ხელათი მაღალზე ვართ რომ აი თითქოს ხელის გულზე დაგეტევა დართლო რა ეგრე. რო ამოვხედეთ ქვემოდან თითქოს ესეთი სიყო რომ იქ უნდა ავიდეთ. ხო, გვინდა? ფეხიც ასეულოთ ცოტა არა. ძალიან შორი გამოვიდოდა. და გითხრეს რომ აუცილებლად უახლოეს სოფლამდე მანქანით ამოვედით, მანქანით იყო გზა და იქედან მერე უკვე კილომეტრი ნახევარი 2 კილომეტრამდე იყო უკვე გზა. და რთული გზა საერთოდ არ იყო რა, ფეხით მოკლედ აქეთ ვიწმოდებით. აუცილებლად სანახაოია ეს ადგილი. ეხლა როგორც ხედავთ, აქ არის ქარი, რადგან ძალიან მაღლა ვიმყოფებით. ამიტომ თუ გინდათ რომ შემდეგ ვიდეოშიც დაგენახოთ, ახლა კამერას გავთიშავთ, ქარმა რო არ წაიღოს. ხო და შევინახოთ. კი, აუცილებლად. ჩაო. პავლოდან უკან დართლოში დავეშვით. გზა როგორც ხედავთ თუშურია, მთელი თავისი სიმკაცრითა და სილამაზით. ეს თუშურის სასამართლოა, საბჭეო, სადაც 12 ნაფიცი მსაჯულისათვის 12 ქვის გამიდგას. დანარჩენი 2 ქვა კი ბრალდებულისა და მბრალდებელისთვის იყო განკუთვნილი. ამ ბანერიდან ამოვიკითხავთ ყველაფერს. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში მსაჯულებს ქალი ხელმძღვანელობდა. აქ კი სახალხო არტისტი ბრუნდება, რათა უცვლელად გადასცეს ნანახი მეგობრებს. სანდა არის ხანში შესული მეწყარე. ქალში შეიძლება მათ? ეს ბანერზე და ბატერია ბანერზე? ბატერია. ქალი შესული ეწერია რა. იმიტომ რომ ქალები საშავებდნენ ალბათ. ქალი მსაჯულებია. წავიდე ვერ წავიდე. დათოს კი ექნება ტექსტი, მაგრამ ბრავის მეტყოლი ტექსტი იყო. ხან განსაჯული. იკა, რამდენს გიჟიან? რამდენს გიჟიან? ლუდი რო დალიე და საჭისთა რო ზიხარ. ეორსაც ჩავარდეთ. გაიხევა გორგი გაძალა. არ დაგეწუწეთება ფეხებზე. ეხლა რატო შენ დაიჯერ და შენ დაგეწუთებ? მე მძღოლი. მე მომძღოლი. გასაღები გააქვს? სახლში მისულებმა ცოტა ვიყო მარბაზით და მეორე დღის გეგმები დავალაგეთ. ერთხელ თუ შეიძლება. იყავით ბაზარში. ერთხელ თუ შეიძლება. ერთხელ შეიძლება. ჩვენ
Moskva is Maranchi. So hini la che. Ci amici rari. Იხამინდა პუსტაშვიდი. ან 315. ბოლორი იმდენი გვაქვს. კაი თუ დაწერდა. დილა ულამაზესი ხედით დავიწყეთ. ნიამორების გადასა ხედით. ამ ლამაზ ფონზე ჩვენს თავს წარმოგიდგენთ. ეს თამარია, ჩემი თამარი. ესეც თამარია, ჩვენი შესანიშნავი თურქი მასპინძელი. ეს ირაკლია, უცალვა. ეს მე ვარ დავით. ეს თუშეთის თვალწარმტაცი ბუნებაა. ეს კი შენახოსა და დიკლოსკენ მიმავალი გზაა. სამწუხაროდ წვიმიანი ამინდი დაგვანთხვა და ამ ორი ულამაზესი სოფლის გადაღება ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დამეთანხმებით ულამაზესია, თუნდაც მხოლოდ გზაც კი. ძალიან კაი ადგილზე ვარ. ამოსული ადგილია. გააცანი თამარი ვაფშე ხალხში. სტაბერია. ჩვენი მასპინძელი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამუნა. ეს ახალგაზრდები იმყოფებიან ჩემთან სასტუმროში, იქ ისვენებენ, მაგრამ ამჟამად ვართ ომალოს მიდამოებში. ერთ-ერთ ულამაზ ტყეში ხო? ტყის ნაპირას ველზე ვართ ომალოში ხა? პატარა სუფრა გვაქვს გაშლილი და რაღაცებს ჭორავთ და განვიხილავთ. შაირო. ეს ახალგაზრდები არიან ძალიან კარგები. ძალიან სასიამოვნო სტუმრები არიან. დარწმუნებული ვარ ყველასთვის. არც ტინგიცობენ, არც ხმაურობენ. 9-ზე იძინებენ, 7-ზე ივღვით. როგორც დავარიგეთ, ისე ლაპარაკობს, კარგია. ძალიან კარგები არიან და სასტუმროების მეპატრონებო, უნდა დაპატიჟოთ ეს კარგი ხალხი, რომ მოვიდნენ თქვენთან, გადაიღონ ვიდეოები, იღლიცინონ, თან თავს შეგაყვარებენ კარგად რაღაცა გეჭორავებიან. ჩვენ სასტუმრო პირიქითის გარდა სხვაგან არსად არწავ. როგორც დაგვაძალოთ. ერთგულება ხარ. ფულზე კი არ ვიყიდებით. როგორც დაგვაძალოთ ჩვენ პირიქითს. იქეთ არ მივიდეთ. არა, მოვდივართ. დაგვირეკე 5-9 რო. რაც შეეხება, როცა თუშეთის ტერიტორიებზე არიან მეგობრებო, ძირითადად ჩიფსები და რაღაც სნექები ყველისა უყვართ. სხვაგან როცა არიან ყველაფერს ჭამენ, ან შეგიძლიათ გამოგზავნოთ ზეხვეული, რავი, ხა რასაც მე ვაკვირდები, კოკა-კოლებს და რაღაცებს არ სვენ უფრო ფანტას და სპრაიტს. ჯანსაღად იკვებებიან კი. ლანტან დაგვაფინანსოს. ხო, და კიდე აი ეს რაღაცა ხუხუნები მოსწონთ, როგორც მივხვდი. ხო, ესენიც გამოვგზავნეთ. აი, შენზე მოგვიყვები თამარა. მოკლედ, ბოლო 2 წელია ჩემი ოჯახის სასტუმროს მე მარტოკენა გამუშავებ. წეს დამხმარე მყავს, ფლად მარტოკენა არ ვარ. და ყველას გითხოთ, რომ მოხვიდეთ. იმიტომ რომ შემდგომაზე ტრიპზე მივდივარ ევროპაში ხო და
ხა ხო და ჭირდება რა. ეხა ის არ არის ტურისტი და რა ქირავე ამოძრავდით რა მექენით ანუ საქართველოს ხუთხელი თუ არ გაქვს ქართულ ადამიანს ნანახი უნდა ხრცხმენოდეთ და იგეთ. მაინტერესებს ანუ თქვენ სოფელში თქვენ სოფელს ჭეშო და მუდმივი მოსახლეობა თუ არა? ჭეშოში ამჟამად ჩემი ცოდნით და ჩემი ინფორმაციით რჩება მაგო ერთი ოჯახი და ამ ოჯახში ერთ ადამიანს გულისხმობს ზურგობა პარჩევა ჭეშოში და მთელი ზამთრის მანძილზე იქ არის. ამასთანავე ყავს ძროხები, ანუ თუ ის გაინტერესებს საკვები, როგორ მიდის, იმიტომ რომ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისებში უკვე ტრაქტორები ტოვებენ თუშეთის გზას და ესე ვთქვით მიდიან და გზა იკეტება, აღარავის აღარ არის რეკომენდებული. ანუ თუ ჩამოიშალა გაფუჭდა, არავინ აღარ მიხედავს და რეკომენდებული არ არის რომ ამ დროს უნდა წავიდეს მანქანით. მაგრამ ვინც რჩება იმ ოჯახებს, ძირითადად მომარაგებული აქვს ზამთრისთვის ისეთ რაღაცები რაც ჭირდებათ. თან უმეტესობას კი არა და აუცილებლად ყავთ საქონელი. ძროხა მაინც ყავთ, ზურგობა უსახმაგრეთად ძროხა ყავს და თან პლუს სათბური აქვს, რაღაცა ცოტა მწვანილები და შეიძლება პოსტბეულიც აქვს და თან ამასთან ერთად ზამთარში ორ კვირაში, სამ კვირაში ერთხელ გადის ხოლმე თვითმფრინავი. დაცულობს. თოლში. სრიალებს ფრინავი და თვითმფრინავს დააქვს ყველაფერი რაც არის საჭირო. ტელეფონი იჭერს რამდენიმე ადგილას, მაგრამ ეხლა ზამთარში როცა თოვლია ის მიღება უფრო მეტად იკარგება, ამიტომ ძირითადად არის ხოლმე Wi-Fi-ზე. ისიც მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩემი აზრით, რომ აქ ესე უცხო ადამიანი ვერ მოვა და ვერ დასახელდებოდა. ხო. და მაგაზე გასიყვება რა. აი მე მინდა რომ მიყიდო თუშეთში მიწა. ვერ იყიდი თუშეთში მიწას. ხო, აი ეგ გვაინტერესებდა მაგაზე გითხარი. ეხლა რა თუშეთში ეს არ მომწონს საქმე არის. ხელში გეჭიროს. ტელეფონზე გააკეთე. ფრჩხილი მოუშვი და იმაზე გაიგე. ნეკაცი ბაბუები მაგიტო უშევენ ხოლმე ფრჩხილს რომ მიკროფონი და მაგრამ თუშეთში მიწის ყიდვა უცხო ადამიანისთვის, ვინც არ არის თუში, არის ძალიან რთული ამბავი. აი ვიღაცას მართლა ძალიან გული თუნდადეს, არ ვიცი რამდენად მიყიდის თვითონ თუში ადამიანი. აი მართლა ალბათ ძალიან უნდა უჭირდეს, რომ მიყიდოს უცხო ადამიანს და არა თუშ ადამიანს. და ყველა ნასახლარს აქვს თავისი საკარტოფილე. და თავის საკარტოფილეს რატომ იყიდი ხო სხვაზე? თან როცა იქ სახლის აღშენება არ შეუძლია, თან საკარტოფილეში არ შეიძლება რომ სახლი ააშენო. უნდა აშენდეს თუშეთში სახლი იქ, სადაც არის ნასახლარი. მე რა მაინტერესებს უყურე? შენმა მეზობელმა რო გადაწყვიტოს სახლის გაყიდვა. ხო. და მე რო გადავწყვიტო ყიდვა. იმან მომყიდა მე სახლი. მე მოვიდე და დავსახლდი, მე მეზობლებთან პრობლემა მექნება, არა თუში რო ვარ. არა, ხა მეზობლებთან თუშები ძალიან უჰუმანური ხალხია, ძალიან თბილი ხალხი, ძალიან ტკბილი ხალხი და ძალიან ყველაფერში მართლა შემიძლია ვთქვა, რომ აქვს ძალიან დიდი მიმღებლობა. მაქედან გამომდინარე, შენ რო იქ დაცხოვრდე, შენ გვერდზე და სიტყვაზე იქ შენ ცხოვრება გქონდეს, არც ხელს არაფერში არ შეგიშლი, არც არაფერს ცუდად არავინ არ გეტყვის. იქამდე სანამ შენ იქ რაც წესი და ტრადიცია და ადათია, იმას დაიცავ. ანუ აი ადგილია და უშუალოდ სადაც ქალის შესვლა არ შეიძლება რა. აი გუშინ მაგალითად ყვავილოში რო ვიყავით ქვა არის სადაც ერთი ქვა იყო ხო ქვაზე ეხატა და იდეაში ქვა რო არ შეგემჩნია, იმიტომ რომ ტრაფარეთს ელოდები და ქვას არ ელოდები რა. ქვა რო არ შეგემჩნია და უშუალოდ თამარი შესულიყო იმ ტერიტორიაზე. შეურაცხყავით, მაგრამ არ ვიცოდით. ხო, არ ცოდნა, არ ცოდნა. აქ რო ჩამოდიხარ რა, შეიძლება უფრო გაპიარებული ადგილები მომალდო დართო, მაგრამ დიკლოდან დაწყებული, გირევით დამთავრებული ყველაფერი უნდა ნახო, იმიტომ რომ შენ თქო სხვადასხვა ვაფშე სხვადასხვა ბუნება. დიკლოში რო ვადიხარ, სულ სხვა არის, გირევში რო გადიხარ, სულ სხვა. ლიტური. აპირიქიჩი გამოუგზავნეთ ხოლმე ესეთი ბევრი ხროხონები. ხო, ბავშვი არის ნოემბრამდე აქ. დიახ. გავა. კი, წაფროთ. სხვათა შორის შარშან ყველა ინფლუენსერების მოყრა ხო იყო აქ რა. ეგენი ეკითხებოდნენ თუშ კაცებს, მეცხვარეებს, იმათ ანუ ვინც არიან რა. სოფლის ისინი რა ქვია, უხუცესები ვინც არიან, იმათ ეკითხებოდნენ. რატო არ შეიძლება ღორიო რა და არ ვიცი ამ კაცებმა საერთოდ ხმა ვერ გასან, ვერ უპასუხეს რა, ყველა მოპასუხა რა. აიო ჩვენთანო ადრიდანვე მასე იყო რა. ბებიაჩემს ვიცი, რომ იმიტომ არის უწმინდეს ღორი, რომ თურმე პირველად ეშმაკი რომ ხალხში გაერია, შემოყვა ღორის ფარას. მაქედან მოყოლებული ითვლება უწმინდად.
ადრე როცა რამდენიმე წლის მაგალითად მაცივარები რო არ ქონდა სულ ვაფშე რო ვერ მუშაობდა მაცივარი ანუ დროხის ცხრის ხორცს ჩვეულებრივად ვინახავდით ჩაბასტურებდა ჭინჭრებში რა და არ ფუჭდებოდა იმენა კაი ხელშეკრულება შეგენახა და არ ფუჭდებოდა ჭინჭარი რას უშუალო როგორ არის ჭინჭარის უსხა კეპლავს ეს ტონუშია ხორცი ვაი ტიმტიმებს მოკლედ მეგობრებო მე სავარაუდოდ ამ ვიდეოდან ეხლა ბოლო კადრებია ჩემი იმშტაბებით მეგობრებო მოკლედ კარგად იყავით და ნახვამდის ჩვენი თუშეთის ტური მივახლდა დასასრულს. ბიჭები მიაყენებენ დაკარგულ და მერე ნაპოვნ ნომერს, რომ ჯარიმა არ ავირტყათ. ჩვენ კანონმორჩილე ბიჭები ვართ. თქვენ კი მანამდე უნდა დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. იმედია მოგეწონათ. Heavy umari. Oi, gromazedi. რა გახსენეთ? მაგდანას ვიგრო კი, ნამდვილად გეთახმები ყველაფერში. მოგესაგებია. აი. ო ხოლმე აკეთ წამლებით რა თამარი საჭმეს დაუბრუნდა. ვაფშე დააბრა, ჩემსაჭმელი უმაღლესია. ჩვენი 216 subscriber-ი ნახავთ როგორ მოგწამლა ხო? აუ, ზოგადად ხო იძახიან რომ შავი პიარიც პიარიაო, მაგრამ არ მინდა. მაგრამ ზოგადად ანუ კვლევების თანახმად ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებში მოქმედებს ანუ ხო მუშაობს ჰეითი რა. რაღაც ჰეითებით რო დაიწყოთ და ცუდი რო ილაპარაკოთ, უფრო მეტი ხალხი მოგვიყვება კანონია. ჩვენ ბუეს სასტუმროში მოვედის. ზეში რო იმას ანუ იარამ საზამთრომაც აქეთ რას? ლაყლაყა უფრო გაფრთხილდა. ჯერ არ დამიდია. Facebook-ზე კიდევ სპეციფში. Ecos of the Road. Facebook-ზე ნახე, Facebook-ზე Ecos of the Road. გზის ამოძახილი. გზის ამოძახილი. ეს ვარ გონდა? აუკი თან კაი იყო. საზამთროს ვიდეო. გზის ამოძახილი ჩაწერე Facebook-ზე. გზის ამოძახილი. მოგონელი ფიქრი. ვაიკა, როგორ დასვინოტები? მოდი მეგობრებო. ჩიქი. ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, თუნდაც გაიაროს. გამოიაროს. გაითხოვი ჩიქს. კიდევაც ამ დრო გამოვლეზე გაჩერება არ შეიძლება და ეკოსოსი როუდი ხარ. როგორი სახელია თამარ ეკოსოსი როუდი? სულის ქართულად გზის ამოძახილი. არა, მართლა კარგია. მოგონია ხუმრობა. დავიმშვიდობთ ირაკი. Bye bitches. Bye bitches. შეიძლება 216 subscriber-ია და რა კიდე 100 subscribe-ი გააკეთე.